მოგესალმებით ძვირფასო მეგობრებო, გაინტერესებთ გათხოვილ ქალბატონებს, რა ელოდება მომავალში თავის სურვილებში. მაშინ მოთავსდი ლამაზად, უყურე ამ კარდს, თქვი შენი სახელი და ჩაუთქვი შენი სურვილი. და ვნახოთ, რა გელოდება. ამჟამად, ჩემო კარგო, რაღაცა საქმეზე გაპუსტავებული დგეხარ. ამოგივიდა სახლის ჭერი, ჩემო კარგო. შეიძლება სახლის ჭერზე გქონდეს ფიქრები, შეიძლება იჯდეს სახლში. შენ ღმერთის წყალობა აუცილებლად გიჩანს, რაღაცა ცვლილებას გიჩვენებს მომავალში. ვიღაცა შავგვრემანი მამაკაცია, ან ფორმიანია, ან ბედგამონაცვალია. მომავალში რაღაცა სიხარული გელოდება ამ პიროვნებიდან. გიჩანს ასევე ახალგაზრდა უცოლშვილო ბიჭი. უცოლშვილო ბიჭი არა, უფრო ცოლშვილიანი ბიჭი და ვიღაცა ხანში შესული მამაკაცი გიჩანს. ფული გიჩანს, ჩემო კარგო, მომავალში მოულოდნელი მაგიდა და ფული გამშვიდებს. სხვათა შორის მომავალი ძალიან ბრწყინვალე გაქვს. ტყუილად არაფერზე არ ენერვიულო. კი ვხედავ ამჟამად რაღაცა გაპუსტავებული კი დგეხარ, მაგრამ მომავალში ეთყობა შენი სურვილები რაღაცა თანხაზეა დამოკიდებული და ეს თანხა აუცილებლად მოგივა. ჯერ მამაკაციდან გიჩანს რაღაცა თანხა, ერთი ნაჭერი თანხა, მერე უცბად მოყვება, შენ რო გჭირდება ის თანხა, ჩემო კარგო. კარგი, სადამ გავაგრძელებ, არ დაგავიწყდეთ ვიდეოს მოწონება, ძვირფასო მეგობრებო, რომ აგისრულდეთ ეს გაშლაც. გავაგრძელოთ კიდე რა ხდება. რამდენი გულის ტკენა, რამდენი ჯავრი ამოგივიდა. აქ ვიღაცა ახალგაზრდა გოგონას და ბიჭსაც ვხედავ. ლაპარაკობ ყოველთვის არეული ხარ. ეს პერიოდი ამ დღეებში, ან მოკლე ხანში, ჩემო კარგო, ვინ გამშვიდებს იცი? ან შავთმიანი ქალბატონი იქნება, ან ქვრივი ქალბატონი და ზედ ფული დაგეცა. ქალბატონი ამოგდის რაღაცა თანხით და ამით დამშვიდება გიჩანს. სადამ კითხაობას გავაგრძელებთ ძვირფასო მეგობრებო, კიდე მინდა შეგახსენოთ ჩემი ნომერი. ვისაც პირადი კონსულტაცია გჭირდებათ, ფასდაკლებები ისევ მიმდინარეობს. ყველამ ნახეთ, რა გელოდებათ მომავალში, ვისაც გაინტერესებთ. 557 64 38 81. შეგიძლიათ WhatsApp-ში დამიკავშირდეთ. ნახოთ რა გელოდებათ კიდე. ამჟამად, ჩემო კარგო, შეიძლება რაღაცაზე ავადმყოფობდე, ან რაღაცა ავადმყოფური udari ქონდა. ჯერჯერობით აი ამ მდგომარეობაში დგეხარ. ხედავ, თხილად იყავით ჯანმრთელობაზე, გაუფრთხილდით თქვენს ახლობლებს, რაღაცა პატარა ავადმყოფობებს ვხედავ. კი, ეს პერიოდი ცოტა არ იყოს არეული ხარ, გულნატკენი ხარ, განცდებში ხარ, ავადმყოფური udari გაქვს, რაღაცა თითქოს ყველა საქმეში პუსტაში დგეხარ, მაგრამ ჩქარობს შენსკენ წარმატება, ჩემო კარგო, ჩქარობს, მაგრამ თხილად იყავი ეს პერიოდი, ჯანმრთელობაზე იყავით ფრთხილად. ნახოთ კიდე. ვისაც გაინტერესებთ ნეგატივებზე, მეგობრებო, რა მდგომარეობა გაქვთ, მომდევნო ვიდეოში აუცილებლად ჩავდებ.
რა დაგამშვიდებს? ჩემო კარგო, რა გამშვიდებს იცი ახლო მომავალში? სიხარული და სადღაც გზა. შეიძლება ქალაქიდან ქალაქში წახვიდე, შეიძლება შორი გზაც მოგიწიოს. გული ბოღმით აგაგზავსე. ერთი შეხედე რა დღეში გაქვს გული. ნერვიულობა გაქვს. ძალიან ბევრს ნერვიულობ. იცი რატო ნერვიულობ? შენ საქმეს ვერ ქაჩავ ამ პერიოდში. გაპუსტავებული დგეხარ, ან რასაც აკეთებ, ყველაფერი პუსტაში გაქვს და ესე იგი უკვე ნერვოზი არ ჩამოიყალიბო. ძალიან ბევრს ნერვიულობ. კი, გულგატეხილი ხარ, მაგრამ აუცილებლად სიხარული გელოდება. ახლა არ დაგავიწყდეს ვიდეოს მოწონებაც და გამოიწერე ჩემი არხი. ნახვამდის.